Ხოლებით სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ფაქტობრივად ნადირობა აქვთ გამოცხადებული მიუსაფარ ცხოველებზე და მიუსაფარ ძაღლებზე. მათ დასახლებული ტერიტორიებიდან იტაცებენ სტერილიზაცია ვაქცინაციის მიზნით, თუმცა რეალურად არავინ იცის ეს ცხოველები სად გადაჰყავთ, რა სახის манипуляციები უტარდებათ. მათ ან საერთოდ აბრუნებენ თუ არა თავდაპირველ ადგილას და თავდაპირველ ტერიტორიაზე, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პროცესი, როგორც ცხოველების უფლებადამცველები საუბრობენ, არის სრულიად გაუმჭვირვალე და სურსათის ეროვნული სააგენტო ვიდეო მონიტორინგსაც კი არ აწარმოებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დაპირისპირება და ხმაური იყო ზუგდიდში, სამეგრელოში, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ასევე ათობით ძაღლი მცირე ზომის ვოლიერში ყავდათ გამოკეტილი და სწორედ ამ ფორმით გაარიდეს და წაიყვანეს ის დასახლებული ტერიტორიიდან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ ძაღლების ნაწილი დააბრუნეს ახლა უკან და ისიც სრულიად უკაცრიელ და ხრიოკ ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად ძაღლები თავის გადარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება და ხმაური ადგილზე და როგორც ცხოველების უფლებადამცველები და ძაღლების უფლებადამცველები ამბობენ, მათთვის მთავარი კითხვები ჩნდება, რჩება პასუხგაუცემელი, რადგან ძირითადად მიჰყავთ ის ძაღლებიც, რომლებსაც უკვე აქვთ ჩატარებული სტერილიზაცია, მათ შორის ვაქცინაცია, ამის დამადასტურებელი საჭდეებიც აქვთ მათ ყურზე და მათთვის გაურკვეველია მაშინ, რატომ გადაჰყავთ ეს ცხოველები და ისინი ვარაუდობენ და ფიქრობენ იმასაც, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ სრულად იქნეს გაუჩინარებული ეს ცხოველები და ისინი სასიკვდილოდ იქნეს გაწირული. აღნიშნულ ვარაუდს მათ უმყარებს ის ფაქტიც და ის კადრებიც, რომელიც ცოტა ხნის წინ გორიდან გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ კრემატორიუმიდან ამოდის კვამლი და როგორც ადგილობრივი საუბრობს, ვინც ეს კადრები გადაიღო, ასევე უსიამოვნო სუნიც იყო ადგილზე. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები და ფაქტები, რაც ცხოველების უფლებადამცველებს აქვთ, მათთვის არის დასტური იმის, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, არა იმისთვის, რომ სტერილიზაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ამ ძაღლებს, არამედ ისინი გაიტაცონ ტერიტორიებიდან, შემდგომ ის ან სრულიად უკაცრიელ ადგილას დატოვონ და სასიკვდილოდ გაწირონ, ან პირდაპირ დაწვან. რაიმე მანახე. გაჩერდი. არ გაუშვათ! ძაღლები მანახეთ, შემი წითელ ცალთვალა ძაღლი სად არის? ხო თქვეს, რომ საჭდიან ძაღლებს დღეს წამოიყვანდნენ. მით უმეტეს, ესე იგი, თავშესაფრის დირექტორისთვის ფოტო მქონდა ჩაგდებული, მქონდა ნათქვამი და მითხრა, რომ კიო, საჭდიანები წამოვლენო, 28 საჭდიანი ძაღლი დაფიქსირდაო, არ არის ჩემი საჭდიანი ძაღლი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ პირველ რიგში იყოს გამჭვირვალობა ძაღლების წაყვანის, მოყვანის, გასტერილების, ვაქცინირების, ყველა ფოტო-ვიდეო მასალა უნდა იყოს დადებული და ასევე დაბრუნების ადამიანურად და არა ესე. კრემატორიუმის მილიდან ამოდიოდა ცისფერი ხშირი ბოლი, ანუ იცით როგორი ბოლი? აი ბეწვისა და ხორცის სუნი, ისეთი გაუსაძლისი. ხომ მოგხსენებათ ერთდროულად ბევრი ძაღლის წყმუტუნი, ყეფვა და ყველაფერი რო ერთმანეთში არეულე და მე რამდენიმე ხნის მერე რომ ბოლი ამოდის, ესე იგი გამოდის, რომ შეიძლება ცოცხლებსაც ყრიან. ჩემი აზრია, ძალიან ბევრ ძაღლს აძინებენ, ან ცოცხლად ყრიან იმ კრემატორიუმში და ამას არ აკეთებენ ღამის 10-ზე მაგალითად, საღამოს 6-ზე სამუშაო საათებში. ამას არ აკეთებენ ისეთ დროს, როცა ვიღაცამ შეიძლება მივიდეს და გადაიღოს. მე ვიცი, რომ ღამის 4 საათზე თავშესაფრის ხელმძღვანელს დაურეკეს და ამ თავშესაფრის ხელმძღვანელმა ის თქვა, რომ მე ხა ორაზე მაღვიძებ თუ ანუ ესო ჩვეულებრივი მოვლენა არისო, ნაავარიები ძაღლებიო, კვდებიანო და მასხლად გიგდებენ და გეუბნებიან, რომ დავაბრუნეთ. სად არის თუ დაბრუნდა ის ძაღლი? ანუ არ ბრუნდებიან, ისინი იტყუებიან და კიდევ რო ეუბნები, რომ ცხოველთა მონიტორინგის აგენტოს მაიწყვა კამერები და რო ეუბნები, რომ აჩვენე კამერაში რომ დააბრუნე. გეუბნება, რომ არა, კამერა არ მუშაობს. უკვე ჩიპირებული ძაღლები რატომ იყავთ? აი თქვენ თვითონ დაფიქრდით, რატომ იყავთ, ხო? ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შეყვანილი ძაღლები უკან აღარ ბრუნდებიან, ისინი ძინდებიან. უკეთებენ ევთანაზია. ცხოველები
ცხოველების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის ფაქტები და შემთხვევები, რაც ახლა ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში და როგორაც ექცევიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მიუსაფარ ცხოველებს, მათ ფაქტობრივად მწვანე შუქი იმ განკარგულებამ და კანონპროექტმა აუნთო, რომლითაც არ აქვთ მათ ვალდებულება, რომ წაყვანის შემთხვევაში ცხოველები უკან დააბრუნონ და შესაბამისად სრულ თავისუფლებას აძლევთ მათ ეს აღნიშნული განკარგულება, რომლის გაუქმებასაც, რა თქმა უნდა, თავად ცხოველების უფლებადამცველები მოითხოვენ. თავად რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიციას, ისინი იმ ბრალდებებს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მათ წინააღმდეგ ვრცელდება, სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ცხოველები, რომლებიც მათ გადაჰყავთ, უტარდებათ სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და ეტაპობრივად უკან აბრუნებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფრიდან დააბრუნეს ძაღლების ნაწილი, რომლებსაც ჩაუტარდათ შესაბამისი ვეტერინარული манипуляციები. რაშიც იგულისხმება, ძაღლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, საჭიროების შემთხვევაში კასტრაცია, სტერილიზაცია, ასევე განხორციელდა იდენტიფიკაცია და ერთიან ბაზაში რეგისტრაცია. სხვა ძაღლების ნაწილი დაბრუნდებიან ეტაპობრივად. სურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული არასწორ ინფორმაციას თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი ფაქტი არ დასტურდება, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული манипуляციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის. გორიდან გავრცელებული უმძიმესი კადრების შემდგომ, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, დაიგეგმა акცია გორში თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც კრემატორიუმიდან ყვამლი ამოდიოდა და სავარაუდოდ ცხოველები წვავდნენ, როგორც ამას უფლებადამცველები ამბობენ და საღამოს საათებში სწორედ თავშესაფართან აქცია დაიგეგმება და ამ წუთებში თბილისიდან მიემართებიან ადამიანები იმისთვის, რომ ამ აქციას შეუერთდნენ, გააპროტესტონ აღნიშნული ფაქტი და კიდევ ერთხელ მოითხოვონ ცხოველების და მიუსაფარი ძაღლების უფლებების დაცვა.